ეს არის ჩოგბურთის ბურთები კაკაბამ აჩუქა ნიკოს. ნიკომ გადაწყვიტა რომ აქტიურად ითამაშოს ჩოგბურთი, გუშინ ვიყავით, ვითამაშეთ და ძალიან ბევრი ვირბინე უფრო ბურთების მოტანაზე, ვიდრე თვითონ თამაშის დროს. ვა, მეგონა არ ხარ მოსული შენ. სასწავლო ბუნაგიდან გამოვიდა. კონფერენც კოლიდან გამოვიდა. რაზე იქოლავე? რაზე იქოლავე? ერთ-ერთ სპონსორს უნდა ფული უკან დაუბრუნოთ. ფული და ღირსება. და სახე. და ბოდიში. სახელი რაც მანამდე კონდა. ეს მაისური ის არის პეჩეკოთა? ეს მაისური ამერიკაში გვაჩუქეს. ხო. გახსოვს? კი, მახსოვს რო ჩამოვიტანე, შენსაც ესაწერია? იუმორის ინჟინერი. წავალეხას ხუმარს ნახამ. მიდი, ჩაიფუტე. ვა! ჩანელ როგორ ახლა? აბა, What about? რა გინდა რაზე? სამ ჩაწერა დაიწყო. ხო მითხარი ჩართეო და გეტყვიო და ჩავრთე და. რამე წავიხადაო? მაყურებელი რო გაერთოს თორე. იუმორისტი შენ ახ. შენ კი არაფერი. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ხარ? მადლობა ასევე. ნიაგარას ჩანჩქერმა მოვილოცა და ანათეს. ნიაგარას ჩანჩქერი გაანათეს წითლად. კიდე ისა ბრაზილიაში იესოს განდაკება. ნიაგარა რაღაც ახარ. არ მინახავს სხვადასხვა. ნიაგარა ბლოკავენ ეს ისინი რა, ოპოზიციური არხი. და იმას შენ არ უყურებთ, ნაღდარხებს. გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები YouTube-ზეა, როგორ ახარ დათო? კარგად. ცალკე მაინტერესებს რა. ხო, პერსონალური სადღეგრძელოები ხო, როგორ ახარ იქო? კარგად. ეხლა გიორგი როგორ მოიცა ყველას ჩამოუარო. გიორგი როგორ ახარ? მოусმენე თუ კითხე რომ არა, ეს ისეთი ფორმალობა იყო და შუარ ვიცი რომ კარგად არის, იმიტომ რომ რაც კი სასმელი ქონა, ყველა გასინჯა. ის გასინჯა მე რომ მოგიტანე, ხა რეკლამა გამოვა და ვერ გითხო მე კაი. ის არ დამილევია. რა ჩემთვის მოვიტანე და რა თავი ჩემთვის უბრალოდ ვიყიდე ცუდი გემოქონა და ვიფიქრე დათო ახსნა და ნახევარი დალია. ხო, გასინჯა რომ ხო კარგია დათოსთვის. როგორ ხარ? რაღაცა დრო ელო და არ მომწამლოსა და მე შემოთავ. მე ვარ კარგად. დღეს ვიყავი სათევზაოდ. რა გავიწურწე. თევზაობაზე როგორ არის? რა მოითევზავი არის? ნადირობაზე ხო მოინადირე. მოინადირე. აქაც ითქმის მოინადირე. მოითევზავე. მოინადირე ითქმის აქაც. ხორჭილად გაუშვი რა მორეწე. არა, მორეწვა სხვა რამე. ის არის მრეწველობა. თევზის მრეწველობა. ის უკვე დიდი რაღაც რაოდენობის მერე მორეწე არის. ერთი ცალი ბოდიში ბუწუწი მაქვს. მინდოდა ეგ ბუწუწი რატო წარი. არა, აქ თევზს. ჩაწერა რომ მორჩება აი. ავიღებ და შეგარჭაფის. ის ნაგდე ბუწუწს ხوار გაიკეთებს. ახლებია. იმას აქ ახლები, პატარა იმით და აქ ბუწუწები. ერთჯერადი ბუწუწები. იქ პეკინზე ყიდულობს. ბარბერის ბუწუწი. და სხვა ბუწუწებს მეთულობდა რა არ გააბუჭეს არა გააბუჭეს. გააბუჭეს იგივე პასად ნახევარი ბუწუწი აღარ მოშო. არა, ეხა ბევრს იღებს და აქ ბუწუწი. როგორ ხარ შენ დათო? დაგცხა? კარგად. დაგცხა? გეცინება კარგად რო ხარ. დამცხა. მეორე წესე რო წავიხ. ხო, იმიტომ რომ არ მოგისმინეთ. ისეთი. კარგად ვარ. გუშინ დაიდო ჩვენი ისა კაცები კინო 2-ის პირველი. კაცები კინო 2-ის 1. და უყურე მომეწონა. კიდე? ჩვენ სახში არ მქონდა ნანახი YouTube-ზე. YouTube-ზე იწერებიან ეს რანაირი კინოა. ხო. ხო. ისე მაღლაძია ჯაფარამ ვლოგის სტანდარტი. ხალხი გულანძღავს რომ ეს ხო ჩვეულებრივი ვლოგიაო და რა ყველაფერს კინო დაარქვითო.
რა მინდა ეხლა უნდა გადავიღოთ ძალიან ბანძი ვლოგი. თქვა რომ აი რა კარგი. და ეს უნდა მოვასწროთ მეორე სერიის დადებამდე. არა, ეს რო გავა ეს გადაცემა მეორე სერია დადებული იქნება. პარასკევს იდება მეორე. არის პარასკევს იქნება მოვასწროთ პარასკევამდე რამე ძალიან ორშაბათამდე მაინც მესამე სანამ დაიდება, რომ აი დამთავრებისას მაინც რომ რაღაცა ამოკაჯო. ხო, მაგრამ არა. მთელი მუღამი ისე რომ კარგად იყო განმარტებული, რომ ჩვენ ვართ დებილი მსახიობები და განმარტებული არ შეგვიძლია. სხვა შორის რამდენიმე დაგვეთანხმა, რომ დებილები ხარ, როგორც მსახიობები. ხო, როგორც მსახიობები. მაგრამ უმრავლესობას მოეწონა. დებილი მსახიობების გადაღებული კი. რამდენიმე იყო შენიშნა, რომ ისა გაუფრთხილდითო ქართველებასო ორი კაცი რო ზასაობს იმას წინ რატო გადაიღეთ მართლა? აი ბრეჟნევის და იმის რამ გადაგაღებინა მართლა. ხო გეუნებოდი გამოიწია. მე შემწყო, მაგრამ იმ კედელზე ვერსად ვერ ვნახე რომ კაცი და ქალი ზასაობდეს და იძულებული გავხდი. აქეთ ორი ხალი. აქეთ იყო ორი ხალი ზასაობდა, იქ მაინც გადაგეხო. ეს ეგივეა. ვიკამათოთ. მოგდეთ ერიკ ჰონიკერის და ბრეჟნევის ზასაობას თუ ორი ხალის გაკნიუსები. მაქვს. დავიწყო ესე მარტივად? არაფერი სიახლე არა, ესეთი რუხი. გითხარი სათევზაოდ ვიყავი. ოჩახ, იმან რა შეიძლება დაუშვი. ბუწუწოს გარდა. რა მიმართულებ. ცხოვრებაში ქვეყანას შენ რა არის? მარჯვნივ რა გააკეთე. ესე გამგარი რეაქცია ყოდა. ვერ ახართ თქვენ. მაშინ ესე ვკითხოთ, აპირებდი წინაკვირაში რამის გაკეთებას და ვერ გააკეთე, არც აპირებდი. 26 მაისს რა დაემატა, რანაირი ტიპის მოლოცვები და აღნიშნა. რატომ კითხვა თუ პასუხი არა კი იმაზე? რატო გაახიზიანე? ხო იყო თავისთვის. თავისთვის იყო ხმასარი. ვერ გავკითხა კაცმა რა გააკეთე და უპასუხე ვნახე მეთქი 20. ბიჭო რაღაც აი სუქნურ მოუძე ხარ აი ძალიან სუქნები რომ ვერ ლაპარაკო. მე და ეს ჭარბწონიანები ვარ. არა ხო და ის რაღაცა და რატომ იმან მოიხდიდა ჭარბწონიანობა და მე არა. რატომ მკითხეთ როდის ვიკითხე? გამომეთყვალებით. რაღაცას დამოგრალებთ და მე გიხარი. იმ ბუწუცის არ იყოს. მთელი შეთქმულების თეორია რო აიგო. ავტოსაგზაო შემთხვევით ვიწყებთ ნიუსებს. შემთხვევა მოხდა პოლიტიკოვსკაიას ქუჩაზე ბიჭო ეს მეც ვნახე, ხო. და მალევე გავრცელდა მეორე ფოტოო და ეს სხვაგან. რაღაცა ეს ჩელენჯია თუ რა? აი ავტოსაგზაო ის მოხდა პოლიტიკოვსკაიას. აი ეს პრიუსები. ხო, პრიუსები. ჩო აი ეს ნახე. ბიჭო. ეს ბიჭო ავტოსაგზაოა თუ ბუტერბროდია? თუ რაღაცა ცირკის ნომერი იყო და თუ თეთრი პრიუსი ცისფერს ჩინჩა. რა უნდა დაარღვიო? ხო, მეც ეგ ვერსია მქონდა დამასწარი. როგორ მოხდა იქა? რა უნდა დაარღვიო რომ ესეთი რაღაცა ნანახი მაქვს მაშინ რა ქვია. რაღაც ფილმი რო არის. ხო, ფილმი რო არის რა ერთი მანქანა რო ანჯელინა ჯოლი არის საჭესთან და რაღაც სუპერ მკვლელები რო არიან ტყუიას რო ატრიან. ხო, ბიჭო. მიკ მამბეტოვის ფილმია თუ არ ვცდები და იქ დაატორმუზებს და ეს რო ახტება, აი დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებთ. აქ რა მაინტერესებს? თეთრი მანქანა დაახტა, თუ ეს შეუძრა. ცისფერი შეუვარდა. შეუძრა. შეიძლება რა არის? თეთრ ტაქსებს უკვე უფლება მისცესო სხვა მანქანების თავზეცია. ხო, ბასლანი. ან შეიძლება ეს არის კლასიკური მაგალითი პარკინგი რო დაინახა ორივემ ერთად და დასაყენებლად რო გავარდნენ. ესენი ეხა ორივე ერთად იხდის 50-50 თეთრს ხო, იმას ერთი საათი იმას აქ ჩართული მე გადიშავს და ის მეორე ერთავს. ეხა რა მაინტერესებს? აქეთა მხარეს ზედა მანქანა Volkswagen-ია? ჯიშთა არევა არის თუ არა? არა, აქაც Volkswagen-ებია და იქაც აქეთ Volkswagen-ებია, კი. და იქით Toyota-ები. პრიუსები. რაღაცა სიყვარულის ამბავი. რაღაცა ისა აქვს რა, აი რა ქვია? შეჯვარება. ბუნიაობა. ხილები არიან. გაზაფხული, ბიჭო, კატები რო იმაშა.
ოხ, ეხა პატარა ისინი პრიუსები გაჩნდებიან. აი, შემდეგი ნიუსი ეს მოხდა ნორვეგიაში, ერთ-ერთი ნორვეგიელი ცხოვრების ნორვეგიელის ეზოში გემი შემოვარდა. რა? გემი ანუ მის ეზოში ეს ვიღაც ნორვეგიელის ეზოა და გემი შემოვარდა ქვია, ამას მოადგა არასტორია. ხო, უია არა, ხო, შემოვარდა ბიჭო. და ის არის, როგორც აღმოჩნდა, იმას ჩაეძინა. მაგრამ რა მაინტერესებს, ამ ხელა რაღაცას არა აქვს რამე დაზღვევა, რომ ჩაეძინოს რა ქვია, იუნგას, სენსორი ბოცმანს, რა ქვია? ლოცმანი არის ისა მიმართულების და ეგ არის, ხო. კაპიტანი არის, ვინც განაგებს. ხო, მაგრამ ეს ლოცმანი აყავთ, როცა რაღაცა რთულ ფორვარდერში შედიან, რა თორე ისე კაპიტანი მართავს, უბრალოდ კაპიტანი კი არა და თანავი ძვირწებში ხო ჯიგარი. ანუ კაპიტანის ბრალია თუ დამეთახვა იმაში. ეს ეხლა შეიძლება ის არის კაცო. რა? ის არის, რა ქვია, გამოძახების სერვისია ესე. გემით, ხო არის მანქანით, კონტეინერი გამოიძახე. სახში მოტანით. და რაღაცა დაარტყამს გადმოცილდება ეს კონტეინერები იქა და შენებს ამოარჩევ. ბურგერები, ბურგერს უკვეთავ და დიდი გემით მოაქვს. მე ვეღარ გადის უბრალოდ. დიდი სუპერ ბურგერი რო შეუკვეთო, ეგრე მოაქვთ. ყველაფერი იქ ხო სენდვიჩი იყო, აქ ბურგერი. ვერ მიდის ტვინი იქით ხო. არ უშვებს. საჭმელი და არის. ეხლა რა მაინტერესებს, ეს გემი თუ ვერ გაიყვანეს, ამ კაც დარჩება. ესეც იმად გადააკეთებს რა. სასტუმროდ. სასტუმროდ საწყობად. აი ესე ვეძახდიო, აი ესე, მაგრამ არ უშვებს. უსვენდიო. როგორ ხატოვნად ყვე. და ხალისობს, დიდად არაფერი არ დაზიანდა და ძაღლი გაგიჟდებოდა, ძაღლი თუ ხავდათ. კათანი? ნორვეგიაში რა არის? ლოსი? არა, ლოსი გაიქცეოდა, ლოსი ჭვიანი. უყებდა ალბათ, უყებდა და მე წავიდა და დაიმალა. რაღაც დამალულია. სხვა ძაღლებს უყვება ეს რა. ამ კაცინით იცახის. უყებ. როდი მას ერთი ზაგ დამატებული უყებავდიო კიდე. შემდეგი ახალი ამბავი არის ნეპალელმა პუსკარ ნეპალმა, არა ორიგინალური სახელი და გვარი. ახალი გინესის რეკორდი დაამყარა, მან 60 წამში 124 ჯერ გაირტყა საკუთარი ფეხი თავში. როგორც რეკორდსმენი ამბობს, მას სურს რომ 100-მდე რეკორდი დაამყაროს, ალბათ ეს დებილობა. 100 ჯერ სხვადასხვა რამეები უნდა გაირტყას თავში თუ? არა, შეიძლება ეს ფეხი სხვაგან გაცდა. აი ნახე, აი ვაი შესაწყალო. იცი რა მაინტერესებს, მე დარწმუნებული ვარ, ეს რეკორდი არავის არაფერში არ უცდია და 60 წამში, 30 წამში რო ეცადა, ხლები ტყაპატყუპი მოუწევდა. 4 ჯერ რო გაერტყა. იყო ამაში რეკორდსმენი? და ამ დებილობებში უნდა აჯობოს. აუ რა ბედნიერი რო ფეხები ერტყა. დაჯდება, ეხლა თავბრუ ეხება. მაგრამ ძალიან ბედნიერი. ეხლა ფეხი უფრო ტკივა თუ თავი. მე მგონი თავი. შემდეგი არის გამოგვიგზავნა სალომე კვასტიანი, რა? კვასტიანი, ხო, გამოგვიგზავნა სალომე კვასტიანიმმა. ლეკვები ჩუქთება ლეკვაბი ჩუქთება ის არის რაც ჩუქდება შეიძლება სხვა რამეს ნიშნავს ხო შეიძლება ის არის ჩუქი უნდა ლეკვებს და ჩუქი რა რაღაცა ზაღოდის ის არის და პროცედურა ჩხიკთა კორტესი რო არის ჩუქი უბრალოდ ასახსნელია ლეკვაბი რა არის ლეკვაბი რო იყოს რაღაცა ფრანგული იქნება ლე ხო აი ლე რო ცალკე ეწეროს კიდე ხო ლეკვაბი რა ფრანგული ჩუქთება თუ და ბევრსერება აი იმას მაგალითად შენზე თქვა ხო ხელი აქეთ იყო და იქით არავინ არ დგას მასე რა ანგარიშის გამოცხადების ეს ძირითადად სხვა დროს არა ძმერევა ხანდახან ბევრი ის არის თუ და ბევრგან გაკმახე რა თუ და ხო ბევრჯერ დათოსთვის თათო და გიძახები
თათო თუ თათო არ რომელიღაც უნდა გერეოდეს ამ პირველი ამბავი ხო და ჭრის რა თადო კიდე კაი რაჯიშის არის ლეკვები არ დაწერეს თუიანი ან დუიანი უნდა იყოს რაღაცა გინება გამოვიდა და მათ რაბრადორი ეწეროს ანუ რაბრადორი ჩუქთება ჩინეთში ვა თემები ნახე როგორ გადადის ჩინეთში ძაღლებისთვის ფიტნეს კლუბის გახსნას აპირებენ ან ხსნიან ან გახსნეს უკვე შეიძლება South China Morning Post-ის ცნობით ვა ნახე ახალი ის შემოვიდა რა South China Morning Post ცნობით კლუბში განთავსდება ეს ავარჯიშოები რომ ძაღლებმა ივარჯიშონ და ეს ალბათ შემოაქვთ უბრალოდ იმიტომ შემოაქვთ რომ ძაღლები რო ყავთ არ მოძრაობენ და სახლებში ყავთ და არასეირნებენ და ეზარებათ და უნდათ რომ მიაბარონ და იქ ივარჯიშონ ძაღლებმა ანუ ამას იყიდი თქვა და ავარჯიშებენ ტრენერები ეყოლებათ და ისინი არ იყიდი იხსნებაო ხო მაგრამ ეგ რო გაიხსნება ესენი გაიყიდება კიდევაც დილას და უპირატესობა ტრენერებში მიენიჭება ვისაც ვეტერინარული ეზოში გასეინება არ მირჩევნია ჯიმამდე ძაღლის მიყვანას და მოყვანა გააჩნია თუ ჯიმი სამსახურთან არის მიხვალ დატოვებ ბავშვის გასეირნება გირჩევნია ეზოში თუ საბავშვო ბაღში რომ მიიყვან ეზოში ნუ იტყვი თან ამას ისეთი ეს ხო მაგრამ ესენი გაიყიდება დარწმუნებული ვარ და დილას ძაღლს ადგები ამაზე მიაბამ ჩაურთავ და წახვალ გაგძელებ არა კაცო ეს იმ ფიტნეს იმაში იქნება ეს კი გაიყიდება რა ბიჭო ჩაურთავ და წახვალ რა ის ძაღლი დაიღლება და გახონთხილი რა აფორთხიალებს ის მე მიხვდება ეს დევაისი და გაჩერდება ასე გადაწყვიტე სათამაშო ძაღლი რო იყიდოს ვისაც გასეირნება ეზარება და მოულა ბიჭო უმრავლეს შემთხვევებში თევზი მე ვინც ძაღლიანი მინახია ოჯახი ინიციატორი ძაღლის ყიდვის ყოველთვის იყო სხვა და ასე ინებს ყველაზე პასუხისგებლიანი ოჯახის წევრი აბა თუ დაგეთანხმებიან ორი ადამიანი ძაღლიანი აბა კი ეგრეა არა შენ იყავი ინიციატორი ჩემთან ბავშვები და მე რეია ვასეირნებთ ხო და ჩემთან მე ვიყავის ძალიან მინდა და სუნინდა და მეორე ძაღლი არ გინდა სხვათა შორის ასეირნო სუთუ გინდოდა ერთი ხალხზე არა მცირედზე რომ უნდა გავჩერდე ხო არა ხო რა სწორად შეუტია ნახე სხვათა შორის უფიქრია კი მაგაზეც და ჯაფარას ისეთი კარგი კატა ყავს რომ მაგაზეც დავფიქრდით კატაზე ან მაგარი კატა ჯაფარას კატა თან ტოგო ისეთია რაჯიშზე გიფიქრია ძაღლი აი ჯაფარას რაც არა ძაღლზე მეორე ძაღლი მეორე ძაღლი პატარა ჯერაზე ვფიქრე იცი ეგეც პატარა იყო და გაიზარდა დაკარგული იყო თუ გაგდებული იყო თუ რაღაცა და ვინა იყვანთო და რო დაურეკე უკვე აყვანილი იყო. ჯიში იყო თუ ის? ჯიში იყო რამე თუ? აჰა ის ბალონკას რო ეძახიან, ოღონ მეტის. აი ეს ლეკვაბი რო არის ამათ რომ დაუკავშირდე. რო ჩუქთება. ბიჭო ლეკვაბი არ მინდა, ლეკვები მოსკევი. და რამე სამ ორი ძაღლი კი არ გეხოლიო, ძაღლი და ლეკვა. შენ რო აიყვანო, ეს ლეკვა რო გაიზრდება რა ხდება, ძაღლა? ბიჭო შენ რო აიყვანო ბეთანიისთვის ლეკვა. ეხლა არა. უკვე და შეფიქრე. მე მეზოლებს ლეკვა ამოვიყვანე. ჩემი ლეკვა ხო არ გინახავ. რაღაც აქცენტ შეიტან დასახლებაში. ლეკვაბი. სხვა ცხოველი არ გინდა საყვარელი. აი ეს კი, ხვლიკი. ის უნდა ხო დიდი ხვლიკები. კი, როცა ფურია. გოჭი რო თოვლს უყურებდა და უხარო და ჩვენ რომ გქონდა. არა. რატო საყვარელი? საყვარელია, მაგრამ არ მინდა. ხვლიკი მინდა. დაიცადე, ხვლიკი თვითონ ხვლიკად არის ძვირი და კვერცხი რო იყიდო და გამოჩეკი ძაღლს. გამიჩინე. გამიჩინე რა გამოუჩეკე. არ იყინება ძვირი. არის ბიჭო, მიიტან ინკუბატორში და გამოგიჩეკავენ. რამე ისეთი ხვლიკი გინდა. სად ინკუბატორში მიი? აი სად ინკუბატორში მიიყვან ხვლიკის კვერცხს აი მითხარი აი შენ სადმე მიგიტანია კვერცხი რო ეს გამომიჩეკეთ. მე არა მაგრამ სოფელში ყველა ქათამი ჩვენთან უკვე ინკუბატორში იჩეკებათ. ანუ თქვენთან სოფელში მივიტანო?
ნებისმიერ ინკუბატორი აკრეფა შეიძლება თბილისშიც იყოს. მეკითხები არა, მე კი არ ის კი არა, ხვლიკის კვერცხისადმი შოუ. ინკუბატორზე მეკამათება სავსეროა ყველაფერი. მიიტან ხვლიკის კვერცხს. რამა ის გინდა წმინდა სისხლის ხვლიკი? აგამა. ნიანგის და დებილი პატარა ხვლიკის ნაჯვარი რო იყოს ჭკვიანია რა. აი რო ეძახი მოდის. რა გეთერება. ხვლიკი? კი, ChatGPT-თან ურთიერთობს. კი. ისა Bluetooth ნაუშნიკები. კი, გამრავლების ტაბულა იცის. რაღაც ეს მარტივი არა, ისე. მართლა ჭკვიანი არის. თუ დასერჩავ YouTube-ზე აგამას, ნახავ რომ ჭკვიანი არსება არის. უი თუ ეძებ. ყვავი რო აიყვანო, ძალიან ჭკვიანია. ყვავი ფრინველია, ამას უნდა ქვეწარმავალი. ხო, აღლმა რო იეჭვიანოს. არ იჭვიანებს, ტოგო ჭკვიანი. კარგი, თვითონ ხვლიკმა რო იეჭვია. არ ვიცი. თუ ჭკვიანი. არ მყავს და ეჭვიჭვი. ყოლება მე დავალაგე. ჭკვიანებს ახასიათებთ. ერთხელ გავჭედავ სახში და დავალაგე. შენ რო გაქსვანგარეთ, ისინი რო ბევრი იქნებიან ხვლიკი, ყვავი. ეს ყვავი მაგარი შემომტენა. კი, კი, უკვე ხავს. ეხლა შემდეგ ჩაწერაზე რომ მოგიყვანოს არ გაგიკვირე. რა მოვაჩეკინე და აი ლეკვა. თან ყავს კი არ მოგი, ბუდეს მოგი. ავი თავისით მოგი. სუნდა რომ იაფად გამოწვეს და რაღაც მახინაციებს იგონებს რა. ბუდესაც არა, ბუდის მასალას. ბუდეს მეტიდან გაწნა. აი ეს რაღაცა კარგი წაიღე რა. ისე ყვავი რო იყიდებოდეს სადმე, იცი? არა. არა, მაგრამ გაყიდინეთ. კარგი. თუ გინდა აი მიდგება მოდგება. აი ხა მითხრა. აი, როდის მოგიყვანო და რამდენს გადაიხდი და მოგიყვანდა შენ გადაიხდა. თუ ფულს მოიტან და ყავსაც მომოგო. შეუძლია რომ თუ წადა იაფად კვერცხი მოგიტანო. შენ მე კიცი სად არის ინკუბატორები და გამოაჩეკინე. ვარა და იმას ჩემი მასთან ხვლიკის კვერცხთან დავდებ და არა, ლაყერო გამოდგეს. ესე ვერ მოდგეს გავიქცე. დაგი. მომიყვანე ყვავი. და კაჭკაჭს 30% დაგიბრუნე. მომიყვანე. რაღაც რისკს მანქანა რო ჩამოყავ. ეგეთი მომდია შენ წხოცე. მომიყვანე ყვავი ასლარად. სად? თუ ვერ გამოვიყენე, გაუშვებ მაინც. აქ მოიყვანე ჩაწერაზე. სადაც წერილი დავთქვა. აი ხა 130,000 კაცი ვიყურებს ხო დაახლოებით რა. ვინ ხახო ასლარად იბარებენ ყვავ. არა, ერთი ყვავი მინდა, უგონ ძალიან ხო და ამოარჩიე ბევრს მოიყვანე კასტინგი გექნება. როიცა გაართულა. ძალიან კარგი ყვავი. შეუძლებელი ყვავი. ისე ყვავი გინდა თუ ყორანი. არა, ხო, აი კარგი კითხვა არის. ყვავი მირჩევია. ყვავი, ანუ ანუ ყორანი გამოვრიცხოთ რა. იცი, თავიდან ყვავი ჯობია, როცა არ ყოლია. მე უკვე ყორანები ყორანს შენ ვერ გაწვრთნი. არა, ყორანი რთულია, გამოცდილება უნდა. გინახავს ყორანის პატრონები, როგორ დადარდიანებულები დადიან. ყვავის პატრონები ხალისიანები. ყვავი, მიდი მომიყვანე ყვავი. რანაირად და თოკით გინდა. გალით. აი ეს უყარეში ფოკუსნიკებს რო ჩიბეში ჩაკიდები და მომიყვანე. ცილინდრიდან რომ აი ასლას გადაიხდი? გადავიხდი. ფასო მაყურებ. რამე ბერო მისცე რა. 80 ლარი თქვენი 20-ით დავლიოთ. დალეო წარიცის. რამდენ შიშე პირდა დალეო. 20 ლარა დასმევს მაყურებლებს. არა, ყვავი ვისაც აღავს. ვისაც ხელი მიუწოდება ყვავს. ვახ თუ დაგესიენ და ატყდა. არ მინდა ყვავი, არა, გადავიფიქრე. აი ამის ყვავი მინდოდა და ეხა მაყურებლებს ყვავისგან არა, მოუყვანეს მაინც, მოუყვანი ბეთანიაში ყვავების ყვავი გუთი. ძაღლი ვერ არჩედა ყვავი. არა, ძალში ჯიშები არ არის. აცილებით უფრო ადვილი ასარჩევია ყვავი. რატო? ყვავი უნდა იყოს ჭკვიანი. კაი ოჯახში გაზრდილი. მამალი. მამალი რა? ყვავი გინდა? მამალი ყვავი რადგან? არ უნდა იყოს 100 წელზე უფროსი. ახალგაზრდა. ეს საერთოდ კარგია რომ შენზე უმცროსი იყოს. ხოდია შენზე უფროსი ცხოველი ყავს და სემოდან გიყურებს. კი და მოწიწებით რა. და თავისთვის რო ფიქრობს ამის სიკვდილს მე ვერ გადავიტანე. ვერ უბედა რაღაცებს. არა ეს მაგარია. ხოვი რო ფიქრობს როგორ შემიყვარდა ამის სიკვდილს მე ვერ მე ამის მერე სხვა ადამიანთან არ
ძალიან გაართულა. ყვავი უნდა მოუყვანო, რომელიც ქვემოდან უყურებს. გადავიზე ახალგაზრდა. მაგითო გეუბნები. რაღაცა ბრძანებები უნდა ესმოდეს. ანუ 70-იანების ყვავი გინდა. ხო, კარგი. რა ბრძანება უნდა ესმოდეს ყვავი? დაჯექი, ადექი. გაფრინდი. გამოფრინდი. ბიჭო, ყვავი ხო იცი როგორია ესეთი დაჯექი. ის არ გინდა შევარდენი. ის ხელთათმანი დაიჭრე და გეჭდება. ნაჩიფეხა. ინძაური დაუძახმე რა. ახალწოდ პოპ. მოგწესდება საცივი გააკ. ყვავი მინდა. რატო მევაჭრე? არ გევაჭრე. შეიძლება ყვავის კონი უნდა, რაღაც შელოცვა უნდა გა. ხო, ყვავის ფეხი რაღაცაში ჩადებს და ვიღაცას ჩააყოფინებს, ჩააყოფინებს. ყვავი არის ძალიან კარგი ოჯახში. მოაქვს ბედნიერება და ხალისი. კი. სიკეთეა თავი. გადავიდე. სიკეთე. ჩაფარა იძახს, არც ამოუჭრიო და არც დამონტაჟდება. კარგი, всё. რავჩუ. ეს ყვავზე თუ ზედმეტი გამოდგა, იცი სადაც უნდა. ხელი ერთი თვის მასალა. ყოველთა სამყაროში ჩამის. ეს იყო დღეისაც ახალი ამბები, გადავიდეთ სტუმარზე. მირეში ვოტნი ხულა გააკეთა. ხო, ამას ის მოუხდება. ტურურურურურუ ტურურურუ. ყოველთა სამყაროში ვაშერის არის ქართულად მირეჟი ვოტნი. რო გადათარგმნო? უგლით. აბა, სტუმარზე გადავიდეთ. ახალი ამბები აღარ არის? გინდა კიდე გითხრა რა, მე რაც გავიგე ისე. გაუსწავდა ხარ. რაღაცა ყვავზე უნდა რომ წავიდეთ. გადავიდეთ სტუმარზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ვახო კანდელაკი. გამარჯობა. მოგესალმებით. გილდ მოლოცვით უნდა დავიწყოთ რა. კი ბატონო, მივიღეთ მოლოცვებს. მადლობა. გილოცავ კიდე ერთხელ. პატარა გოგონა. მადლობა. კირა. კირა კანდელაკი. აჰა. ერთი საერთაშორისო ბრენდივით სახელი და გვარი შეურჩიეთ. კარგია. ვინმე სახელია თუ უბრალოდ არა, უბრალოდ მეც და მარიამსაც ძალიან მოგწონდა ეს სახელი და დიდი ბრჭობა იყო, რას დავარქმევდით. თუ ორივეს მოგწონდათ პირდაპირ ეს რატო არ გადაცვით? იცი რა არის მან მნიშვნელოვანი პოლემიკაა და კამაჩი დაბადებული სახელი. შეთანხმება. თავარია რომ ლოტოტრონში ამოსული სახელია და ბოლო ორი ციფრიც არ დაასახელა. კირა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე. პირველად ვარ თქვენთან სტუდიაში წარმოდგენილი და გუშინ სხვათა შორის ჩემმა ბიჭმა დამსვა და მაყურებინა თქვენს მოკუმენტალურ კინოს. და დღეს გადავწყვეტ მოკუმენტური. ხო, კი ბატონო. დღეს დავგუგლე კვაბი. და მარტო თქვენ იძებნებით Google-ში. მოკუმენტურზე. მოკუმენტური მარტო ჩვენ. კი, მარტო თქვენ ხართ. დაახლოებით 30 რეცენზია მხოლოდ თქვენზე დაწერილი. მოვიგონეთ და აბა რა სიყვარული. შენდეზე ვაპირებთ ზოკუმენტი. მე ლეკვაბი. ცხოველებიდან გამომდინარე. საჭი რომ ეხლა აბა ბოთორა ჩაწერე და ბოთორაძის ვებსაც აგიტებ. მართლა? მაშინ ეს ნოზოიდალური ჩაწერა. ზოიდალური ბოთორა ჩაწერე. კულინარიის საკითხებში ხარ თუ წარმოდგენილი. ლიანად გადავარდნილი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გიცნობთ ჯერ მსახიობებიდან მოყოლებული, მე ტელესამყვანი და მე ესეთი ხო? არც ერთმა ხო ესეთი გზა გაიარე, რამე ხო არ გამომჩა. არც ერთმა არ გაამართლა და ბოლოს გადავწყვეტე რომ კვების მიმართულებით წავსულიყავი და აქედან მოვე თავშესაფარი. თავშესაფარი კი კვების რაციონი. კი ბატონო. მაგრამ ეგ კვებაზე გადახვედი რაღაც ტელევიზიიდან, ხო? ხო, ტელევიზიიდან გადავედი კვებაზე. სამწუხაროდ თლათ სამზარეულოში ჩართული არა ვარ, უფრო სამზარეულოს გარეთ ვარ, მაგრამ სამზარეულოსთან ყურადღებასაც ვაქცევ შორი ახლოდან. აქედან გამომდინარე, გაამართლა ეს ამ პროფესიამ მსახიობობის და თქვენთან სერიალშიც ვიღებდი მონაწილეობას, მაშინ თავზე თმა მქონდა და აქედან გამომდინარე, ალბათ მაგიტომ ვერ მიცანით თქვენ პირადად. ხო მოგესალმე. მეტი რა გინდა? განზოგადოებული მოსალმება იყო და მაგით. ვარენ დაახლოებით ბიძაშვილის დონეზე იყო. ვარენ რა ხან შენ თვითონ მიხვედი რომ სერიალს. გოგონა გაროუვიდან თავში გოგონა. რა საკეთებ? თამაშობთ. რას? დომინას თამაშობდა. აა
ბიჭო ესე მაგრამ არ უწერდი მე მაგას აა ჩვენ დავიწყეთ მაგრამ მე გავაგზავნა ჯაფარამ შუა ქალაქში თამაშობდი კალანდაძის ბიძაშვილს. შუა ქალაქში იყავი ვიდე სკოლის მოსწავლე იყავი? არა. უნივერსიტეტში უბრალოდ ბიძაშვილი ვიყავ. მასეკეთ. საერთოდ ისწავლული გაიცა. ვაუ, რომელი როლი გაიხსენა? რა გულიანად მიესა ბიჭო. ჯერ სტუმართან ხელი ჩამოერთოს ჩვენ არ გვინახი. პირველი ეს სხვა იპოსტასით და სხვათა შორის ძალიან რამდენი წელი ერთმანეთს იცნობთ? ვინ როგორ რა? აი მაგალითად ყველაზე უხუცესი ირაკლის მეგობარი ვინ არის? კავენში კი ეს იყო რამდენი ყველაზე წლის წინ აი დაახლოებით. მე კავეჩი ვიყავ, შენ რო დაბადებული არ იყავი მაშინ. მაგრამ თქვენ ერთად აი პირველ დროს ოჩაში წავედი და შენ რო წამოხვედი, მაშინ გავიწევი. ეს იყო 90-იანი გმელი? 18-ში. აი მე ყველაზე სტაჟიანი ვარ ირაკლის დამემართებაში. ჩემი სკოლის დისკოტეკაზე იყო DJ. აი, შენ სკოლა იყო აუ, იქიდან არ მახსოვხარ. კარგად არ წეყვავდი პირველად ჩერი მომასმენა სტრონგინაფი ირაკ. აი ხო, მაშინ იყო სულა. თან მოყოლილი მიქსერი არ იყო და ორი იმით უშვებდი ხან ერთი და ხან ამას დაუწევდი იმას აუწევდი და სარდაფში ხდებოდა ეს მაგრამ ეს იყო ჩვენთვის აი ხო იცი იქა გერმანიის საელჩოს გერმანიის ASB იყო Arbeiten Samariter Bund სკოლაში მუშა სამარიტერ ირაკში უკრავდა ირაკს დაკრულზე გიცეკუ Strongina Really without you ეს ალბათ მე ვიყავი მე-9 კლასში ეს არის 96 ან 97 რადიოში მუშაობდი 105-ში იმიტომ რა კაი გემოვნება ქონია ხო შეიძლება ლასკავი მაიჭა იცი მაშინ არ იყო თლათ ესეთი ჩვენ ისეთი სკოლა იყო რა ძალიან პრესტიჟული სკოლა კი ჯეი ხო არ იცით როგორ 96-ში არა ამ დირექტორი დამიკავშირდა კი ბატონო რადიოში რადიოდან მე გამომიშვეს სკოლის რაღაც საჭირო იყო რამბლუით არ უცუნია და DJ-ა ჩვენი სკოლის DJ-ი არა და ან დირექტორი იყო რომელიც ის იყო რა ძალიან გემოვნებდი იმიტომ რომ დარეკა 105-ში და არა ლასკავი მაიში და იქიდან უწოდი იყო შემითანხმა უნდათ იქონა რომ ჩვენო ესეთ სკოლა გქონდა და მაშინ როგორ იყო იცი რომ სადმე მუსიკა თუ ჩაირთვებოდა და ბავშვებიც ეკონდნენ ჭუბი უნდა მომხდარი იყო რა ანუ 97-ია ამათთან იყო ძალიან წესრიგი, ნუ მაინც ერთი სკოლა, რავი, ჩვენთანაც გერცროლა იყო, მაგრამ ხო წავდნენ ერთმანეთს და ამათთან არ იყო. კი არა, ხო და თან ყველაზე მთავარი ბავშვური ემოციებით რაღაცა ხო დაგმახსოვრებია, რომ აი მაგალითად ყვავი ნახე და დაგამახსოვრდა ყვავი და ეს რაღაც ემოციურად ყვავთან გაქვს რაღაცა კეთა, ხო? კარგი. ხდება. ხო, მე მაღალი კაკაბას რო ხედავ, სულ გეცეკვება. არა. აი პირველად ნახე ყველაზე მაღალი კაცი. პავი და კაკაბაში აი ყველაზე მაღალი კაცი იყო ჩვენთვის რა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ პატარები ვიყავით. და ყოველ შაბათს მასწავლებლები ყველა დაბლები გყავდათ. კი, შესაბამისად. კი, შესაბამისად, იმიტომ რომ როგორ შევადარებ სკოლაში, ხო? სკოლის შესასვლელი კარები იყო. და ყოველ შაბათს თუ რაღაც გამოშვებით იყო ხოლმე და ბავშვები ერთად სხვა შეიძლება ბევრი შემხედრია მაგ ფრაზით და ცოტა დაბნეული ყოფილი ვარ, მაგრამ გერმანული იცი? ზოზულალა. და ცეკვა და სიმღერა? ცუდად. ცეკვა და სიმღერა გამომადგა მე უკვე უნივერსიტეტში რო ვაბარებ. აი, ისა დისკოტეკა იყო და ცეკვავდით და ერთად. ესეც ცეკვავდა? DJ. ეგეთ დეტალებში არ მახსოვს. სიამოვნებით ვიცოდები, მაგრამ წარმოიდგინე ვერ ვაგებდი ეს ამასთან რო არ დამჯდარი ხო ხელით ვახვევდი ტენი არ მოდიოდა იქ. კასეტას ვახვევდი ესე დავაყენებდი და პატარა ის ქონა კიდე ვოლკმენი და ისა ქონდა ეს. არა ეხლა რო არის ეგრე არა არისო ეგ DJ-ობის ის არა, ჩვენი ნათელი წერტილი იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინე 96 რასაც ახდით? ირაკლი მას ვეძახდი და მე ვქთო რომ მასი სკოლაში ვინ ჩემოთ ხო მასი ხო ირაკლი მასი იყო რა ჩვენთვის ირაკლი მაღალი ირაკლი მოდიოდა რომელიც ანუ ჩვენი ნათელი წერტილი იყო იმიტომ რომ რაღაცა თბილი ისტორია მე მოვიყოც მოგვასოენინა და აი ძალიან ისე ვიყავით რა წარმოიდგენდი იმ დროს რომ აი გავიდოდათ აბა მომიწევდნენ ირაკლი მასი გააკეთებდა გადაცემას
შენ კიდე კულინარიაში მოხდებოდი. და გაგიჩნდებოდა პატარა გოგონა და დაგპატიჟებდნენ ირაკლი მასთან გადაცემა. კულინარიაში რა ხდება? კულინარიაში დიდი გამყინვარების შემდეგ იყო გამყინვარება? საშინელი. ეს კოვიდის გამო თუ ძალიან დიდი გამყინვარება იყო. ზოგმა თავისინებით დახურა, ზოგმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დახურა თავისი კვების ობიექტები და დიდი პრობლემები იყო, მაგრამ ნელ-ნელა ეხა გამოღვიძების ხანა დგება, ჩემი აზრით. ნუ წინ რა თქმა უნდა მერის არჩევნები გვაქვს და ალბათ კიდე რაღაც ნაწილი ობიექტების აი, შენი როლი რა არის? აი, კონკრეტულად თქვა კულინარიაში. შეფასება, გაკეთება, თქვენთან მოყოლა, თუ რა? ჩემი ძირითადი ამოცანა არის თქვენთან გადაცემაშიც იყო შეფ ლუგან აჭყებია, ძირითადი ჩემი მოვალეობა არის მართვა ლუგან აჭყებიას. თულაც ამართავია და ვცდილობ რომ მართო ხოლმე. მე სხვა რაც დრო მრჩება ხოლმე, საქმესაც მივხედავ ხოლმე. ეს დავტოვოთ? კი, შეგვიძლია გადავიტანო. რატოოდ კი არა, კიდე ერთხელი ტყვის ისეთი. მე ლუკა გავიცანი ამას წინა უფრო ახლოს და არ გავდა უმართავ კაცს. ახალი გამართული იყო. ახალი გამოცენა ალბათ ხო, იმიტომ რომ ალბათ მე წონაში დავიკელი მის ხარჯზე, იმიტომ რომ ნუ ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა შეფია. ფეხბურთის ფანი ყოფილა. კი, ბაიერნ მიუნხენის ხმალამოღებული გულშემატკივარი. ფორმულა 1-ის ფანი და რაღაც სექტანტი. ოღონდ აი ეს კიდე სპონსორობაში რა ჩაგეთვალოს იმ გუნდის წევრია. სასმელს რო სვამენ. ჩაგვეთვალოს კაცო რა არის? Red Bull-ის ეს არის. გულშემატკივარი. ფორმულა 1-ის იმებს მოგეთებს საჭმელებს, შენ გასინჯებს. თუ ჯერ ძაღლს. ჯერ ყავს. ვცდილობ ხოლმე რომ ერთმანეთს გავასინჯოთ ჩვენს მიერ მომზადებული კერძები, იმიტომ რომ ნუ ეს თავი ჩვენ ბიზნეს პარტნიორები ვარ და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთს გაუზიაროთ. ანუ იქ მოით რა ქვია იმ ადგილს? ცეხი. ხო, ეგ კი ბატონო, ჩვენ ტერიტორია ასე ვთქვათ, ცეხის ტერიტორია, ცეხავიკები ვართ თანამედროვე ხედვით და იქ გვაქვს პატარ-პატარა სივრცე. თანამედროვე და დათო მენტალიტეტით. აუ ნახე. იცი რომ ცეხი გერმანული სიტყვა? ზეჰერაც იწერება, ცეხი არის საწარმო, ასე ვთქვათ, სადაც იქმნება საფურიანი ცეხავიკები წამოვიდნენ. გერმანელი ცეხა. ჩვენ ვართ აი ფაშისტური გერმანელი. ნაღდი ცეხავიკები და რაღაცას. მაიმოდი ცეხავიკები. ხო და იქ იგვა კოლაბორაცია, ასე ვთქვათ, მე და ლუკას რა. თქვენ ეზოში რო ის slow motion-ის რაღაცა დიდი რაღაცა დადგეს შებოლილი იმ დღეს ვიყავი მოსული ღამე და წითელი თუ შავი? შავი მე მგონი. შავი ჩვენია, წითელი ჩვენი მეზობლის. რა დადგეს? შესაბოლი დიდი აპარატია, რომელიც მეზობელიც ბოლავს და რასაც შეიკრიბეს. ღამის 12 საათზე მივედი და ბოლომდე ტესტავდნენ. არ გაამართლა სხვათა შორის და ბოლოს თხოვეთ რომ ხალხი ბოდის და სახში ბიდის მერე შებოლილი თქონა გამართმევინეთ. მეზობლები იბოლებოდა? მეზობლები აყვიდნენ. აუღზე და ბოლზე. თავიდან რა თავიდან გაიცონი იდგა და მე ამოვიდა შებოლილი მეზობელი. სარეცხი რო შეიძლება და იბოლება. მეზობელმა დაიჭიროს იმ კაცმა და შებოლდა. და თქვენი ისევ მუშაო? ჩვენ ისევ მუშაობს, იმიტომ რომ მეზობლები ხარისხვა მიმართულებით უბრალოდ და გაგებით მოეკიდე. 10 მეტრში იყო 1 მეტრისგან ეს ორი. ხო და 10 მეტრი წვიდა. ჩვენ თავარია რომ ხარის მიმართულება როგორ გათვალეთ და აქედან გამო ჩვენ სწორად გავთვალეთ, იმას აბსოლუტურად ვერ. პროგრამაში არის ხარი პარაპლანეტ ფრენის დროს და შებოლაში. და ის რა ქვია, აფროსანი გემის კაპიტანი თუ ხარ? საქაბებაზე როგორ მიდის პროცესი? აი ბოლო ეტაპზე ვარ. ბოლო ეტაპზე. აი ბოლო 4 წელია ბოლო. ჩაიშვა. ჩაეშვა წარმოებაში. უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი და მაყალი. მემაყლე ნაპოვნია? ნაპოვნია და გამზადებული. სად ჩაეშვა? ჩამოსასვლელად ჩაეშვა წარმოებაში. მაყალი? სად შეუყვეთ? თორი არის ესეთი კომპანია, რომელიც ამზადებს უჟანგავ. სხვათა შორის ძალიან კარგი კომპანია, რომელიც ამზადებს ძალიან ხარისხიან პროდუქციას. ოხ, ბიჭო, როგორ დაგვაკარგინა ხარას ფული. რა თვითონ ამან მოიგო თავისი და ესე ოსტატურად შემოვა. რა გინდა მკითხე? როდის გიტრიალებს თავში გახსნის დღე?
1 ივნის. ოღონდ ისე ჩაშვებულია გახსნა და რაღაცა კი არა, რომ მოდი 1 ივნის გავხსნი. კარგი იქნება 14 ივნის თუ გავხსენი. სატესტო რეჟიმში 1 ივნის გავხსნი. მე რახან ჩამოვდივა? არა ეს არის. ვა კაი. აი ჩამოდეს და მასტილის დღეს გინდა გახსნა. 14 ივნისია ბასტილის დღე? ხო, მან დამაიცა ხა, ნუ შეხვალ ფრანგებთან კონკურენციაში. საელჩო არ მოგადგეს. და 1 ივნის რატო არ გინდა რა გახსნა? იმიტომ ბავშვთა დაცვის დღეა 1 ივნის. ორში. პატარა ბავშვის მამა ხარ. გვაცარდა. ორში? ორში ვერ ვასწრებ. პირველში. პირველში აღნიშნოს ბავშვთა დაცვის დღეს და რომ წვასწრებდი არ გამო. სამში? არა, ვერ ვასწრებ. 16-ში 16 ნიცას დაბადების დღე 16 და მანდ გადავუხდით 16 გვია. საკაბათმე ჩაბიგრებული. საკაბაბეში 14-ში გავხსნი და 16-ში გადაუხადე. მაინდა-მაინც გახსნაზე გინდა რომ ო გადაუხადე. ბიჭო ვიტყვი რომ შენთვის გავხსენი მამა და დაუხურავ 15-ში. კულინარი ეხა რომელი მიმართულება არის ყველაზე პოპულარული? ქართულები ისევ თუ აი რაღაცა ბევრი უცხოური რაღაცა ესპანური ისინი შემოვიდა რა და კი, ეს, ნუ, მართალია ძვირია, მაგრამ კარგი. ნუ ეს საერთოდ იმიტომ რომ ნედლეულზეა ხო ყველაფერი დამოკიდებული აქედან გამომდინარე პირველადი პროდუქტი თუ ძვირი იღებს რა თქმა უნდა საბოლოო შედეგი ძვირი ეღირება მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ ქართულს ახალგაზრდები ქართულ სამზარეულოში ნაკლებად ტრიალებდნენ ხოლმე და უფრო უნდათ ეს ევროპული გამოცდილება და ევროპული ცოდნა და მიხარია რომ ახალგაზრდების უმეტესობა ეხა იგივე შეფების დამსახურებით პირიქით ქართულ სამზარეულოზე ძალიან ეს მომხმარებლებს გულისხმობს. არა, თვითონ შემქმნელები, შეფები ძალიან ჩაერთნენ ამ პროცესში და ძალიან მოხარულები არიან, რომ იმეცნებენ კულინარიას. და ბევრია, ბევრია საკმაოდ. კარგი ბევრია, აი. კი, საკმაოდ. სტუმარი რო ჩამომივიდეს. საწაიყვანო. საწავიყვანო. ბაკი-ბუკი ხო იქ ჩასული რო ვიყავი ხომ ექნება რომ ქართული სამზარეულო და რო ჩამოვა რო არ შევწყვე რა. ისე შეფები თიძე ჩამოსათვლელები არიან, სადაც 10 თიძე შეიძლება დავიტიოთ ეს შეფები, ვისთანაც შეგიძლიათ რომ მეც მაგითები და ხო, უფრო საავტორო სამზარეულოში უნდა წახვიდე, ანუ სადაც სახელი და გვარი მოხსირდება, ჯობია რომ იმასთან ოტკუჭურ ქვია? კი ბატონო, ოტკუჭურ კი ბატონო. ვი საიმიჯო რესტორნებში უფრო გიჩვენო წაიყვანო იმ სოფია რაღაც რუსულ გვარიანი თუ პოლონურ გვარიანი ხადი რო იყო. მელნიკოვას ნიკოვას დუქანი. კიდე აი მაგ მიმართულებით თუ წახვალ, აი ცოტა კიჩს თუ შემოიტან უკეთესი იქნება, ხო უცხოელისთვის რომ საქართველოს ველიამინოვი აღარ არის ხო? არსებობს კი იმ დღეს ყავდა ჩემი შვილი წაყვანილი. ოჩამჭირეში ნამყოფი ხარ? ოჩამჭირეში თვითონ ოჩამჭირეში ეს კითხვა უკვე დამღუპელი იყო. ელიაშვილზე ოჩამჭირე ოჩამჭირე. არა, ოჩამჭირეში. ზაბიგალოკა რას ამბობ? არა, ოჩამჭირეში არ ყოფილი. იმ ოჩამჭირეში ვარ ნამყოფი და ერთი წამი უნდა წაგიყოს ვა, მაგარ ადგილას მიყავს. ოჩამჭირეში გორეცალას ლაპარაკო ესეთი ახალი შექმნილი პროდუქტია. დიდი ხანია. ოჩამჭირე. მე თვითონ ვიცი 1-7 წელია, ხო მე? მე დავდიოდი. ცოდვა გამხელილი ჯობს არ ვიცი. ოჩამჭირე წასასვლელი ვარ ეტარას. ბევრჯერ ხარ დამყოფი ამ საფრთხეში. მან მუშაობდით და გადავდიოდით მან საჭმელად. ყოველთვის მზად არის, ყოველთვის ცხელია. ნუ ეს მეგრული სამზარეულო რა. მეგრული სამზარეულოს ყველაზე ისეთი ატლეტი და პიგური საწებლით. ო იმის დედა ვატირე ისა მამშალია ჯობია. ელარჯი და ისა გათამი. ხარჩო ბიჭო ხარჩო ნიგზიანი ხარჩო ელარჯი და ჩაკაპული წავედი ანუ ჩემთვის არის საპირწანე მეგრულ სამზარეულოში ხა ბევრი მეგრული არის ორთაჭალაში იყო დიდუბეში ელეავასთან არის რაღაც მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე ისეთი კოლორიტული და ღირსშესანიშნავი მაინც მაფშალია ანუ მაფშალიას მე ვაყენებ ხოლმე მეგრულებს და თქვენ თუ ესე შეამკეთეს ოჩამჭირე მაშინ აუცილებლად უნდა დავაყენო საპირწონე ჩვენ მე არა ვარ ნამყოფი მე წავიდეთ. რო რამე მიხვიდე და არ მოგეწონოს შენ არ დაგაბრა მათი კონსულტაცია არ მოგეწონოს ან საოპერაციო გახდია. შენ ახლა სხვანაირად უყურებ ჩვენ ვამბობ სახალხო კულინარიას მე სახალხოთი უყურ მე ხო ჩვეულებრივი ობივატელი ვარ აქედან გამომდინარე პრობლემა როგორ ახარ ობივატელი შენ ხარ შეფებთან დაახლოებული პიროვნება მაგრამ კვების რაცია თუ გაკეთებული არა გაქვს ჯიბეში კიდევ ნებისმიერ დრო შეგიძლია გაიგე ამოვიღო და ერთი წამით ეხლავე მოვუწდები. მოუტრიალდები ახლა ხო არა არა მე ჩვენ ორ გლეხები რა
ჩვენ დავეშვით 1000 ლარი დადე წავიდა გამოსკდა. ჩვენ არა გიორგი დავეშვით არ შედის ოღონდ ჩვენ დავეშვით იმ დონეზე რომ ჩვენც მსგავსი კვებით ვარ საკავებული ოღონდ მაინც მერვები დადიან ჩვენის კამით მეტად დაეშვნე. იმპეროზავე ცელოფანში როსტული არა იქითოს. ამინირება ტელევიზორის პუნქტი. გამწოვი სუდად მუშაობს და ეგრევე არა გამწოვი იქ არ არის აი საერთოდ მე მიყვარს ეგეთი ადგილი ეგეთი ადგილი აქეთ სახელოსნო აქეთაც და შუაში ვახო შენი აზრით ყველაზე მაგარი ქართული საჭმელი რა არის? ყველაზე მაგარი უნივერსალური და ვთქვათ ასე ქართულ ყველაზე იდენტობა რაც არის აი ქართული როგორ და ინტრიგარობა თუ გამოიცნო. ანუ არის და შენ არის ჩვენ ვიცით და შენ თუ გამოიცნო. თუმცა ექნება თავის სამი დღეა არ გიჭამია და პირველს რა გამახსენია რესტორანში შეხვედი და რა შეუყვეთ. არა, სამი დღე არ გიჭამე კი არა. ხვალი და უნდა გადაგიყვანონ ემაზე რა ქვია, პერლოვკაზე. და ბოლო ისაგაქ რომ რაღაცა შეჭამო ქართული ხინკალი რა თქმა უნდა ხინკლით და ემშვიდობები. ხინკალი არის ის უნივერსალური ქართული კერძი, რომელთაც შეგვიძლია რომ რაღაც მომენტში ცოტა მიამაყოთ კიდევ. ჩაკაფული. ჩაკაფული. დაატყიხეთ ჩაკაფული. ჩაკაფული არის პროცესი. მოვისმინოთ რა ჯანელას ვერსიაც მოვისმინოთ ძალიან მოხარშული კვერცხი. ხაჭაპური ალბათ. მოხარშული კვერცხი ნაჩუჩ გაცლილი. ოკეი, მაგალი სამწადებული. კიდე გავამზაფრო სოფლის კატა. და რაღაც ის უნდა ყოლოს უმარი მარილი. არა უმარი არა პუჭებს ხო იცი ჩაიროთ იმით შაქრით პუჭდება მე ავტომატურად ხაჭაპურს პირველი სადნა ხაჭაპურს. ხაჭაპური მეც ეგრე ვიფიქრე. ხო. ტიპაჟურად ისეთია. არის ხაჭაპური ხაჭაპური არის კი. სხვაშორის ეხლა რო ვიყავით ნიუ-იორკში აი იმ ფილმის მესამე ნაწილში ნახავ იქ თქვა რომ ეგეთი გემრიელი ხაჭაპურია როგორც იქ ჯამე არ ბიჭო ხო ესე და აწის უნიორში ვაპირებ ხაჭაპურზე. ორი ხაჭაპური მომინდა ნიობს. იძახებს ეგიდან. უი ის მერე ძვირი უშდება. გემით მოა აქ ნახეთ აჭარული ხაჭაპური ოღონ მრგვალი. მრგვალი აჭარული ხაჭაპური ძალიან ტრენდული გახდა. მართეს. ხო და რატო არის გასაკვირი ვერ გავიგე ის ბიჭო იმას მოგამბიათ იმ ყურყუთს რომ მოაწყვიტა, ოპ, მაგით იწყებ რა. ბათუმში ისეთი აჭარული ხაჭაპური რა. ჩემი თავის მშურდა 1-2 საათი. რა კარგი ხარ გააჩერე ძალიან. მრგვალი აჭარული ხაჭაპური არის გავლენა უფრო მასონები. დემოკრატი. სიმრგვალი. Deep State. სტეიტია უფრო მრგვალი. იმიტომ რომ ეხა მაინც ეს მოგძოლ ნავის ფორმის მაინც უფრო აჭარულია და უფრო ქართულია და ის რაღაცა ერთი ნავი არ ყოლია ზღვაში შესასწორი. ხო და მასონა ეგ იყო მე ლაზური. არ ყოლდა დავი და ეგ სათერზო ნავი ყავდა. და ეხა მრგვალი ნავები შემოიღეს და ალბათ აქედან გამომდინარე რომ სიმრგვალეში შევიდა. მრგვალი ნავი კი რა ის არის, პატერზე რო ავავიდა ხალხი რჩება ხო იცი. ხობულეთში როა ეს ბანანი და ეგა მეორე. არა, გვალიც კარგია, მაგრამ ყველაზე მაგარი ისა პირველი კერძი. მეც ხინკლისკენ გადავიხრები შეცხინკალი. ანუ ესე რომ დავფიქრდე ხო ვა, ორი ხინკალი, ორი ჩაკაფული. არა საიდან გამოვედი იცი ჩემთვის შეიძლება სხვა რამე იყოს მაგრამ აი რაღაც სტუმარი რომ იყავს ხინკალი მთელი ის პროცესი და ის არის რა და უფრო კარგად მოვიფიქრე. ეთებას კი არ ვიძახი რომ დაგიდებენ რომ მოგისაჯონ ჭამით სიკვდილი. ერთი რომელიმე კერძი უნდა ჭამოს, სანამ არ გასკდები. რომელიც აირჩე. იცი რა ენერგეტიკული ღირებულებით რა თქმა უნდა ჩაკაფულს ავიჭებ. ოპა! უფრო დიდხანს ვიცხოვდი. და აქედან ბატკნის. იყოს ბატკნის. იყოს. ეს არის კომპრომისი არ მინდა. აბა, ის კი არა. მაგრამ ხინკა ნახე ჩაკაფული არის როგორ გითხრა ჩვენი დროის გმირია. აი თქვენ ხო ფილმი გადაიღეთ და ჩვენი დროის ჩაკაფულიდან მოვდივარ. არა. შენ ჩაკაფულის ისტორიას რო გადახედო, არა აქ დიდი ხნის ისტორია, ძალიან ყვავივით უხუცესი არ არის როგორც ხინკალი. არ ვიცი. ანუ ხინკალი უფრო როგორ გითხრა, ხინკალი არის საქართველოს იდენტობა. იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიიყვანეს პროცესი ასოციაცია თუ რა ქვია ფედერაცია. არსებობს. ისინი იძახიან რომ საბჭოთა კავშირიც როც გააკეთეს აქცენტი ხინკალზე როგორც ეს კი ბატონო სასადილო აქცენტი ხო გახდა ესეთი
პოპულარული. საყოველთაოდ. ეგ იმიტომ რომ ბრეჟნევმა თქვა რომ აუცილებლად ყველა მუშას უნდა კონდესო ის რაციონიო, რაცო მინისტრთა საბჭოს წევრებს და აქედან გამომდინარე გააკეთეს სასადილოები და ხრუშოვიც რო ჩამოსული იყო საქართველოში პირველი სასადილო ზუსტად ნიკიტა ხრუშოვის დროს გახსნეს. ვა, ნახე. ამან საერთოდ ამოაგდო ხიკალი ჩემი ხუთე. ჩემ ბირჟაზე მგონია თავი. უნდა თქვა რიბა. შოვი რო იყო ჩომი. ეხლა ნახე მაგათის ოიცი საერთაშორისო პოლიტიკაზე გადა პიცასაც იჭმევა კაი. თუმცა მარტო იტალიაში. დანომა რო დაურეკა ძერჟინსკის უთხრა. ხო და ხინკალი მაინც ფიქრობ რომ შედეგია იმ ისტორიის და ჩაკაფული მაინც პროცესია რომელიც გავლენების შეგვიძლია ვთქვათ რომ მასზე გავლენები აი არის. ჩაკაფული ბიჭო დიდი ხნის უნდა იყოს ახლა მე ვერ ვიხსენებ ჩაკაფული რომ ახლობით ალბათ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ არის. მე კიდე ჩემ ბავშვობაში ვიხსენებ კონდა თუ არა ჩაკაფული ყველაზე ძველი კერძი რა გვაქვს რაც გაგიგია რომ ქართული ღოლოს წვნიანი. ვაშილი მოწყვი და შეჭა ხა იცი რა იქნება ალბათ ღომიც იქნება იმიტომ რომ არა ღომის დღევანდელი ღომის ღომი ღომის ღომს ვეძახი ენდემურია მარტო ჩვენთან არის და ჩვენი არის ბალახეული კულტურები ბახჩეული კულტურები ხალი ხო ხალეულობა კაი ღოლოს წვენი რამე ის გააქვთ რა ქვია სიახლეს ანუ ხსნით რამის ახავს თუ ეხა სახინკლეს ვაკეთებთ ცეხის ტერიტორიაზე იქნება სახინკლე და ჩებურეკი სადა აი თეატრში სანამ შეხვალ ბილეთი თუ ნაყიდი გაქვს თეატრში მიადგებით არის უკან დაიხევდა გადაწყვეტ გინდა ახვიდე ეზიარო ხელოვნებას თუ უბრალოდ სულიერი საზოგადოებისა ცხიმები კი ბატონო სცენარიული ცხოვრებული ცხიმები ჩებურეკი შიერ კუჭზე უყურო სპექტაკლს თუ ჩებურეკი ჩაჭა თუ გამძღარ კუჭზე მხოლოდ მეორე ნაწილი ანტრაქტის შემდეგ შეუერთებით რა კარგი ჩებურეკი გექნებათ აი პროცესია ეხა ვერ დაგპირდებით რომ ხავს ვერ დავდებ რომ ძალიან მაგარი იქნება კი ბატონო და ვფიქრობ რომ ჩებურეკის ის არის ხო ახლა სატესტო ვერსია არის არ მე თბილისში მე ხა ჩებურეკი კი რა თქმა უნდა შენ თქვენ როდის ხსნით? ჩვენ ხსნით ალბათ აი დავალოდეთ დათო რო გახსნით რომ არ დავჭრბილო დათოს გახსნა ამთხვია რა გეხვეწე 14 ივნის გავხსნა და ჩვენ ამასთან მივიდეთ. დაუბრეკო დათოს მიცას დაბადების იქნება საჩებურეკეში ხო 16-ში გახსენე მიცას დაბადების დღე 16-ში გავხსნა ნიცას ვეპატიჟებით ჩებურეკებს მე დავხურე შენთან წამო საჩუქრებზე უნდა გადავიდეთ ახლა ოპა მე რო ხელსარიელი ვარ მასული ხო და აი სირცხვილი ჩვენი სპონსორისგან ო ნიკოლა ხორცპროდო გიჟდება დათო არის რევიზორი რა ამოწმებს ხოლმე რომ აფსუსი არის რომ შენ მოხვედი და საჭმელს ჩვენ გჩუქნი ის ნეტად აფაცა მომეყო აფაცავდი რაღაცას გაგიწევი აი დასაბრაწები აი ბიჭო ეს მიყვარს აი დასაბრაწები თუ გაინტერესებს სხვათა შორის ესეც კარგია დაბრაწული აქეთ არის უმები რაც იკითხება დომინოს რო აწვევი ამას შუაში გადავაგებ იცი რომ ეს შეიძლება გინდა დაბრაწო გინდა უმაც კი რა იმათ წვეტი და ესენი მოსახარშები კარგი ეხლა შენ თუ იცი სოსისი როგორ უნდა მოხარშო სოსისი თან ჩემოც გავხსნით ეს შენია გადავდებ უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა თვითონ ნიკოლა ხორცს პროდუქტები თავის შეფუთვაზე აწერს კი ბატონო რომ ჩაყარეთ ცივწყალში აადუღეთ და მიიღეთ სელფი გვაქვს გადასაღები ოპა და ამ სელფისთვის წინაზე ჯანელა იყო კოსმოსური ფოტო დღეს გიგი დათოს იმაზე ვარ ფანტაზიაზე მე გადავიღო არა მოიფიქრე ხო რა გავაკეთოთ მე მოდი როგორ გადავიღო რეალი გადავიდე. არა ფოტო უნდა სელფი მე ესე სებს გავჩებდა თქვენ ესე შარავან დედათ რომ შემომილაგდეთ თავზე და მე დიდი თავი მაქვს და თქვენ ყველა დაეტევით მოდი სელფი იცი რა არის სელფი ვიცი მობილური ოპერატორია არწმუნებული არ არის რომ კაი იქნება. ცოტა შეტევაზე კი კი მითხარი რა გავაკეთო მითხარი და მივარ ჩვენე აი ნახე დამაჭერიეთ ხელში ძველი მოიწერთიცა დამაჭერიეთ და აი ხა შემოლაგდით აქ ჩემი თავის მოიცადე მაშინ ეს კუთხე ჩავეხსნა მოიცა ბიჭო მე შემოლავდები დამულები ვარ დამულები თუ ხართ მაშინ დამულებს გადაგიღე არა დამულები ჩეულებრივი გამოვა
დაიცა მოდი. აი, არ გიწევს სახს. ესე ხო მე აი ესე. აი აქ მინდა აქ მინდა ეხა ისე გამოვდივართ თქვენი პირველი ფოტო რო იყო მანქანები ერთმანეთს დალაგებული ესე გამოგწს. ხო, რაღაცა ეგეთ საკუთი მოდი. აი, მოიჭადე მეც უკან უნდა წავიდე როგორ. ამას შარავანდეც ეძახის ეს არის ამის შარავანდი. აი ეს არის ჩემი შარავანდედი. მოიცადე ცოტა იქ ცოტა აქეთ გამოიწე შარავანდედი რომ დააშა. მე ცოტა ჩავიწევი. აი ნახე ოპა აი, რა საკაბების ხდი და ფოტოატელი. ფოტო ხელოვანი რო არ ბრძანდები. და ბავშვებს არ ამზადებ ფოტოგრაფიაში. გაიკეთეთ და ისე ილაპარაკეთ ახლა. მადლობა. ეს იყო სელფის რუბრიკაში დათოს პირველი და უკანასკნელი. დო აღარ განმეორდება. ეხა სერვი გამიეწევს და კონტროლს გააუგო. როგორ უნდა მოიშორო? ჯორო ეგ. ეხა ბოლოს თქვი სოსისი როგორ უნდა მოვხარშოთ შენი ის რა შეიძლება მოწოწნიკის მოხარშვას მოწოწნიკი თვითონ ტექნოლოგიურად უკვე მზა პროდუქტია რომ იცოდეთ აი თქვენ აღნიშნეთ როდესაც თვლიდით სახეობებს კი ბატონო უმით წიჭმევა მან თერმულად დამუშავებული იმ დონეზე მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლიათ ძვირფასო ტელემაყურებელო მხოლოდ ადუღებულ წყალში მოათავსოთ ეს ციფრხალში და დათვალოთ 30-მდე და ამოიღოთ უკან და ის უკვე მომზადებული. დათამდე ინგლისურად რაღაც. ინგლისურად. ხო, კარგი. 30-მდე წინ და უკან. კი ბატონო. 1 და მას უკვე კაი მოხარშული უყვარს აქ. მაგრამ მაგდროს კიდე გასკადება. მაგდროს გასკადება. არ გასკდება. არა? ცალკე სექტა არ გასკდება. სასისკები რო გვიყვარს, იქ კიდე ცალკე. და ძალკე ჯგუფში არის. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი წარმატებებს ვისურვებ. ასევე. ჩებურეკების ამბავში უახლოესი სიახლე ეგ იქნება კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ ქაბაბების ამბავში. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის. ნახვამდის.